გამარჯობათ მოგესალმებით პატრიცებულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მე ვარ დავით ფხეიძე, ჩემი საავტორო გადაცემით ავი მუსაიფი დავით ფხეიძესთან ერთად. მე გავდივარ ხოლმე ყოველ სამშაბათს 6-ის ნახევარზე ეთერში და კვირაში ერთხელ. მე მინდა სანამ საჭიროებო საკითხებზე გადავიდოდე, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, მიულოცო საქართველოს ის დიდი წარმატება, რაც ქართულმა მოციქულური სერიალის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ქალაქ შეფილდში 2 ოქროს მედალი, 3 თუ იმას თუ თითო ჩაუთვლით წყვილთან რიგში აღებულ მედალს, მაგრამ ესე ვთქვათ, 2 მედალი აიღეს და 2-ვე ოქროსი და იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი სად გაიზარდნენ ესენი, პრაქტიკულად სყინულის მოედანი იცვენ სად არის და სად ვარჯიშობენ, აქედან გამომდინარე აი ეს ფეხბურთში დიდი წარმატებას თუ ავიღებთ, ხედველობაში თუ მივიღებთ იმას, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად ყველა რაიონში განვითარებულია, აი ეს მოციქულობათა წარმატება შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე აი ეს ტრიუმფს თუ დავარქმევთ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასვლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და მე მიკვირს რაღაცა ხელისუფლებისგან ყურადღება ვერ ვიგზენი ამ დარგის მიმართ. არა და ხო გეუბნებით, ეს არის გუშინწინ და გუში როვინმეს ეთქვა, რომ საქართველოს ნაკრები ოქროს მედალს კი არა, რაღაც ათეულში მოხვდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და აგერ შვენივრად იასპარეზეს ჩვენმა ლამაზმა გოგო ბიჭებმა და კიდევ ერთხელ ააჟღერეს, ერთხელ კი არა, 2-ჯერ ააჟღერეს ქალაქ შეფილდში საქართველოს ჰიმნი. ძალიან ამაყი ვიყავი ამითი და მე მინდა ხელისუფლებას მიმართო მატერიალური სტიმულირება რო გაუკეთეს არაერთხელ თანაც ჩვენ ფეხბურთელებს და სრულიად დამსახურებულად, ახლა ამ ფიგურულ სერიალსაც მიხედონ და რაღაცა ავისი ან ფულად იჯიდლონ მიცენ ან რა მოკლედ დაუფასონ შრომა. ახლა რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემას, ტრამპმა ყველაფერი შეცვალა. ესე იგი, შეიძლება კაცობრიობის განვითარება 2 ნაწილად გაყო, ტრამპამდე და ტრამპის შემდეგ. რასაც უნდა იმას აკეთებს ეს კაცი. არ არსებობს აქედან გამომდინარე არავითარი საერთაშორისო სამართალი. და აი აქედან გამომდინარე კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგთავაზა ბატონმა ტრამპმა, აპირებს ჩამოაყალიბოს, ცოტას მოვიცინეთ, ეგრეთ წოდებული მშვიდობის საბჭო, რომელიც განიხილება როგორც გაეროს ალტერნატიული ორგანიზაცია, გაერო პრინციპში გულზე ხელი დავიდროცა, თქვათ, არაფრის მანქნისი ორგანიზაცია არის,
მის სიტყვას არავითარი ძალა არ აქვს და აგერ ბატონი ტრამპი ამ პირდაპირ მშვიდობის საბჭოს შექმნას მან უკვე დაუგზავნა 60-ზე მეტ ქვეყანას ამ საბჭოში გაერთიანების მიმართვა და ეს იქნება თანაც ყველა წევრისთვის აუცილებელი იქნება მილიარდი დოლარის შეტანა. ეს ალბათ იმის გამო, რომ თავისი სახსრები ჰქონდეს ამ ორგანიზაციას, რომ თავისი სიტყვა და საქმე მათ აქციოს, რომ ძალა ჰქონდეს ამ საბჭოს გადაწყვეტილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მოულოდნელი ჩემთვის ამ საბჭოში ამ 60-ზე მეტ ქვეყანას დაუგზავნა კიდევ ვიმეორებ მიწვევის რა ვიცი რა დავარქვა განცხადება და აქედან გამომდინარე ამ 60-ზე მეტ ქვეყანაში შევიდით ბელორუსია, რომელზეც სულ რაღაც გუშინ რა ვიცი რას აღარ იძახოდნენ და თანაც რუსეთი. ამან საერთოდ შოკი გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებში, რომ რუსეთი შეიძლება გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი. აგერ ჩანიშნული მაქვს რაღაცეები, რო არ დამავიწყდეს მეთქი დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, დიმიტრი პესკოვი არის რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერი, დაადასტურა, რომ ასეთი მიწვევა მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ და მიმდინარეობს მისი განხილვა. ანუ იმ დეტალების რა უფლებამოსილებები ექნება ამ საბჭოს. ამ საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება დონალდ ტრამპი და პრაქტიკულად სამეფო უფლებამოსილებებით მის სიტყვაზე იქნება დამოკიდებული გარიცხვა ამა თუ იმ წევრის ამ ორგანიზაციიდან მიღება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ამას გამოხმაურება პოვა ორბანმა გააკეთა კომენტარი და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯო მელონიმ. და ეს განიხილება როგორც გაეროს ალტერნატივა. ეხლა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ რაში გვაინტერესებს ახლა ჩვენ მშვიდობის საბჭო, სად ჩვენ და სად ისინი, ხო? მაგრამ არ არის ეგრე იმის მაგივრად, რომ ჩვენ ხელისუფლებას უწერია და უწერია თუ გაცხადებული აქვს ის მომენტი, რომ რუსეთს არ დაველაპარაკებით მანამდე, სანამ ჯარებს არ გაიყვანს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდანო, აი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ უნდა ილწოდეს და სამწუხაროდ ალბათ კი არა, ნამდვილად არის ეს ამბავი, ნამდვილია ეს ამბავი, რომ იმ 60 ქვეყნებს შორის ვისაც დაეგზავნა თუ მოწვევის თუ მიწვევის განაცხადები საქართველოს ხელისუფლება არ აღმოჩნდა იქ. საქართველო არ არის ამ სიაში და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თლათ ყველაფერი რიგზე არ არის დანიის სამეფოში, როგორც იტყვიან.
ეხლა მინდა დაუბრუნდე წინა გადაცემაში თუ გახსოვთ ვახსენე მე ესეთი პოლიტოლოგია ხანდაზმული პოლიტოლოგი ემანუელ ტოტი რომელმაც თავის დროზე 70-იან გასული საუკუნის 70-იან წლებში ივარაუდა იწენასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა და მაშინ მასხრად აიგდეს მეთქი ეს ახალგაზრდა ბიჭი მაშინ არა და მართლაც წარმოუდგენელი იყო 70-იან წლებში, როდესაც სამხედრო ძლიერების პიკზე იყო საბჭოთა კავშირი, მის დაშლა 15 წელიწადში წარმოუდგენელი ამბავი იყო, მაგრამ მოხდა ასე. და ეხლა ეს იგივე ეს კაცი ემანუელ ტოტი აცხადებს, რომ შეიქმნება ესე იგი როგორ თქვა, შეიქმნება ევრაზიული კავშირი, რომლის ცენტრი იქნება კრემლი, ანუ მოსკოვი, ანუ რუსეთი და მის გარშემო გაერთიანებული იქნებიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, იგივე ბრიქსის და შორსის და იმის წევრები ვინც არიან ეხლა. ეხლა რაც შეეხება წეღან უსმენდი სარეკლამო რგოლში გადიოდა ბატონი დავით თარხანმოურავის კომენტარი ამ ქიმიური იმის ნივთიერების შერევასთან დაკავშირებით და ადრე ნათქვამი ქონდა ბატონ დავითს, რომ თავარი ის კი არ არის გაურიეს თუ არა ეს მავნე ქიმიური ნივთიერება იმის დასაშლელად შეკრებილ ხალხს კი არ მიასხურეს, თავარი კი არ არის მიასხეს თუ არა, თავარი ის არის, რომ ეს განცხადება გაკეთდა ესეთი და აქედან გამომდინარე შეიძლება სპეცოპერაციას გააკეთონო ეს ჯერ კიდე მადუროს დაპატიმრებამდე თქვა ბატონმა დავითმა, რომ შეიძლება სპეცოპერაცია ჩაატარონ საქართველოში აი ამ ხელისუფლების დასასჯელად, რომელმაც მათი მტკიცებით ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად. მე ჩემი აზრით რო გითხრათ, არ მჯერა ეს ამბავი, რომ ამ ხელისუფლებას ცოდვების მეტი რა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მჯერა კატეგორიულად, რომ ის გაურევდა იმ ნივთიერებაში, იმ წყალში ამ ქიმიურ ნივთიერებებს. რატომ ასეთი თავდაჯერებულება? იმიტომ რომ არ ჭირდებოდა ახლა რა, უბრალოდ წყლით ვერ დაშლი და თანაც ეს ამბავი სკდება მაპატიეთ ამ ჟარგონზე 1 წლის შემდეგ. მანამდე სად იყვნენ, რატო არავინ ხმას არ იღებდა და აქედან გამომდინარე ის გამახსენდა კიდე ბატონი ტრამპის წინა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, საარჩევნო კამპანიის დროს ამოუქეკეს 20 წლის წინ ვიღაცა ქალისთვის მიუყენებია
იძალადაო რა. ეს ერთმანეთს გავს იმით და ბატონმა ტრამპმა ის მთელი პირველი სროკი, ასე ვთქვათ, იმის საპრეზიდენტოს ამ სასამართლოებში სირბილს მოანდომა და პრაქტიკულად პრეზიდენტის მოვალეობა არ შეუსრულებია ჯეროვნად. ეხლა რომ დაუბრუნდეთ აქ კიდევ ხო მაინტერესებს მაყურებლის აზრიც მაინტერესებს ამ ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით არადა ტრამპი რასაც ამბობს ამას ასრულებს ხოლმე იგივე გრენლანდიასთან დაკავშირებით თუ გავიხსენებთ მოვლენებს რას ნიშნავს ესე იგი მე ეს მჭირდება და всё ეს ჩემია ამისთან რაღაცა რა ვიცი ეგრე რუკას გადახედავ შეიძლება და ეს მჭირდება მე და всё არ მაინტერესებს არავისი აზრი ამას აკეთებს გრენლანდიაშიც და აბსოლუტურად ცინიკურად რომ აშაყიდებს თან გრენლანდიელებს თქვენი თავდაცვა იმითი ხორციელდებოდაო ძაღლების მარხილის მეშვეობითო და ისიც ერთი ყავდა თუ და ეხლა შეიძინეს მეორეო ეს ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია მაგრამ ჯანდაბას შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც ასეთი დამოკიდებულება ტრამპისა მე პირადად მგონია რომ არავითარი დაპირისპირება არ არსებობს რუსეთსა და ამერიკას შორის ეს რაღაც მოლაპარაკებას უფრო გავს მადუროს მოტაცებაც და ყველაფერი რათა მოკლედ გავლენის სფეროები გაიყვეს და გადაინაწილეს რუსეთმა და შტატებმა შტატებმა ის სამხრეთ ნახევარსფეროზე ლათინურ ამერიკაზე განაცხადეს პრეტენზია და აქეთ მხარეს ვინ რჩება შუა აზია რომელიც გავლენა რუსეთში აშკარაა და ამიერკავკასია და მათ შორის ჩვენც და ეს იმიტომ ვახსენე ეს ყველაფერი რომ ბოლოს ჩვენ მოგვადგებიან რა თუ ეს ნეიტრალიტეტი ეს ყბადაღებული ნეიტრალიტეტი ეგრე ადვილი არ არის მარტო გამოცხადება არ ყოფნის ნეიტრალური ვერ გახდები ამ თანამედროვე მსოფლიოში იმიტომ რომ ვიღაცა მაინც დაეპატრონება შენ ქვეყანას თუ დაუშვათ ტრამპს მოეწონა რაღაცაში დაჭირდა თუ ტრამპ შეუდე ეხლავეა იმაზე ლაპარაკი რომ თუ ტრამპი გრენლანდიას წაიღებს მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და გრენლანდიასთან მიმართებაში რა განსხვავებაა მაშინ რუსეთიც აბსოლუტურად მართალია თავის ქმედებებში
უკრაინასთან მიმართებაში, მით უმეტეს რომ ეს ერთი ხალხია პრინციპში ისტორიულად და ყველანაირად ერთი ხალხია ლექსიც არის ესეთი Россия, Украина, Белоруссия, племен славянских три богатыря. ესე და თავის დროზე Pshezhinskis აქ ნათქვამი რომ რუსეთი უკრაინასთან ერთად მსოფლიო პრობლემაა და უკრაინის გარეშე გლობალური მასშტაბის მოთამაშედ რჩებოდა და ასეც მოხდა იმას რასაც ჩვენ ახლა იმაში უყურებთ უკრაინაში ეს წარმოუდგენელია ჩაბნელებულია მთელი უკრაინა ფაქტიურად იყინება და შვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება რა თქმა უნდა უკვე წავიდა იქ ლაპარაკები უკაცრავად ბოდის მოვითხოვ ერთი წყალს შემოვიტან ერთი ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვთ იქნება წყალი მომაწოდონ ერთი ჭიქა. ხო, ახლა რაც შეეხება აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ბევრს ვფიქრობთ ჩვენ დავუშვათ დღეს ტაოკლარჯეთზე და ეგრეთ წოდებულ ოსმალოს საქართველოზე. ამდენი საუკუნეები გავიდა, ხო? ეხლა ამ მიმართებაში იგივე ხდება აფხაზეთთან მიმართებაში. ჯერ 30 წელიწადია, რაც ასე ვთქვათ, დაიკარგა აფხაზეთი და დაიკარგა ჩემის აზრით სამუდამოდ თუ არა გახარებს ღმერთი ბოდის ვუხდი მაყურებდა წყალზე გემრიელი არაფერი არ ყოფილა ხო რას ვამბობდი აფხაზეთი ახლა რო წარმოვიდგინოთ და დავანებოთ თავი ის რო ოკუპირებულია მაგ თემას აი რო ხვალ რო გამოაცხადოს აფხაზეთის ხელისუფლებამ რომ აი გააღოს კარები და დაბრუნდით ქართველებო აბა თქვენ ადგილებში ერთ-ერთი თავთავიანთ ადგილებზე ვეღარ დაბრუნდებიან ვერასოდეს, იმიტომ რომ იქ უკვე მაინბინებში სხვები ცხოვრობენ და ერთადერთი გალის რაიონში თუ დაბრუნდებიან, მაგრამ ვინ დაბრუნდება? ვიღარი დარჩენილი მოხუცების გარდა ვის ახსოვს აფხაზეთი 30 წლის განმავლობაში იმდენი რამე მოხდა შვილები გაუჩნდათ, შვილები გაუჩნდათ, იმათ კიდე თავიანთი სამეგობრო ყავთ თბილისში უკვე აქ სწავლობენ და ვინ წავა ახლა იმაში გალში თბილისიდან როდესაც აწყობილი აქვთ
აქ უკვე ასე თუ ისე ცხოვრება. ამიტომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც პირდებიან მოსახლეობას, რომ აი ჩვენ თუ მოვიქნებით ხელისუფლებაში, აფხაზეთს დავიბრუნებთ, ეს არის მტკნარი სიცრუე. იმიტომ რომ დიდი დროა უკვე გასული და რაც დრო გადის, დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა. მით უმეტეს ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. თუ გახსოვთ, პირველი რაც ამ დეგენერატებმა გააკეთეს, ის იყო, რომ ერეგნეთის ბაზრების ტერიტორიას გრეიდერებით გადაუარა ოქრუაშვილმა, მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო თუ რაღაცა არა და აწყობილი იყო ურთიერთობები ყოფით დონეზე შერიგებულები იყვნენ პრინციპში უკვე აფხაზები და ქართველები ერთმანეთს ეს ბიზნესი როგორ აახლოებს ერთმანეთს დიდ ფულს ანდობდნენ ერთმანეთის ჭირში და ხინში დადიოდნენ და რა გააკეთა ამ ხელისუფლებამ იმითი, რომ დაანგრია ეს აწყობილი სისტემა, ეგრეთ წოდებული სახალხო დიპლომატიის მეშვეობით. ამის იმედი მაქვს აფხაზეთის მიმართულებითაც. იმიტომ რომ გზა ყველაფრის საწყისია, ახლა რომ ტრაბახობენ და სრულიად დამსახურებულად მართლაც მშვენიერი ტრასები გააკეთეს და ამას თუ ისიც დაემატება, რომ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, ეს ნიშნავს სომხეთი, რომელიც ბლოკირებულია, სომხეთის მიმართულებით გაიხსნება მოძრაობები და სხვანაირად აბა ეს ფუჭი დაპირებები ვინ უნდა რომ ვისაა რომ ატყუებენ რომ ესე იგი დიპლომატიის მეშვეობით რუსებს გააყვანინებენ ჯარს და მერე დაელაპარაკებიან მხოლოდ სად არის გამოსავალი იმაზე არავინ არ ფიქრობს თუნდაც რომ რუსეთში როგორც მინიმუმ 800,000 ქართველია ეს ოფიციალურად რეგისტრირებული მოქალაქე ვინც არიან 800 და ისე არალეგალურად რამდენი იქნებიან ღმერთმა უწყვის მილიონზე მეტი იქნება და ეხლა რომ იზახიან პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ვადამდელი თუ ვადიანი არ ვიცი არა აქვს მაგას მნიშვნელობა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსეთში ცხოვრებმა ქართველებმაც იმიტომ რომ ყველაზე დიდი დიასპორა ქართული ეს რუსეთშია და ამერიკასავით მაპატიეთ და ღამის ქოთნების გატანაში კი არ იღებენ ფულს ანამედ ღირსეულად ცხოვრობენ და მათ უმეტესობას ან სამსახური აქვს ან პატარა ბიზნესი და
მილიონერების ფული თუ ვინმე დიდი ფული თუ ვინმე მიშოვა ქართველმა მხოლოდ რუსეთში აბა ერთი დამისახელეთ სხვა რომელიმე ქვეყანა სადაც ქართველი მილიონერი გახდა არა შეაყარე კიდეც ცერცვიო როგორც იტყვიან კიდე რაღაცა ხონდა ხო ისევ ახლა დაუბრუნდეთ ამ ეგრეთ წოდებულ მშვიდობის საბჭოს მე მგონი ძალიან საჭირო და საყურადღებო ინიციატივაა ეს ფუჭი ორგანიზაცია არ იქნება ნამდვილად თუ შეიქმნება და არადა შექმნილია 60 ქვეყანაზე მეტმა მიიღო მოწვევა ამ ორგანიზაციაში და თანაც სულ წამყვანმა ქვეყნებმა ევროკავშირის ქვეყნებმაც და სხვა ისე ინდოეთმა ჩინეთმა რა ვიცი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ მშვიდობის საბჭოში ის პირობები იქნება გათვალისწინებული რაც რითიც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში ანუ ხალია და კაცი და სხვა გენდერი არ არსებობს ამითი მოიგო ალბათ კონსერვატიული ხელისუფლების გულები ტრამპმა ამ განცხადებით და ამითი გახდა ის პრინციპში პრეზიდენტი და თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება ამ უფლის განგებას რამხელა მნიშვნელობა აქვს ის ტყვია რომელიც ტრამპს ესრულეს ცოტა მარჯვნივ რო წასულიყო ტრამპი ახლა კუდარი იქნებოდა და მსოფლიოში კიდე რა ვითარება იქნებოდა ღმერთმა უწყის აი ემანუელ ტოტი აცხადებს კიდე ისეთ რამეს რომ საწყის ეტაპზე სახელმწიფოები ლიბერალური დემოკრატიებით ვერ იცხოვრებენ არსებობს ასეთი განსაზღვრება სუვერენული დემოკრატია რომელიც ავტორიტარის ნიშნებსაც შეიცავს აი მაგალითად რომ მოყავთ მაგალითად სინგაპურიზაცია რო უნდოდა სააკაშვილს ერთი პერიოდი სინგაპურში რა დემოკრატიაც იყო კარგად ვიცით სიგარეტის გადაგდებაზე ჯოხით სცემდნენ ხალხს მაგრამ ეკონომიკა განავითარეს ისე რომ ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა დღესაც აი ეს არის ხო და ემანუელ ტოტის განცხადებით ტრამპი უპირისპირდება ეს ლიბერალურ მსოფლიოს მარტივი ლოზუნგით დედა მამა შვილი და სამშობლო
მე მგონი ამით ყველაფერია და ბევრი რამეა ნათქვამი და ეს ყველაფერი აუცილებლად მივა იქამდე რომ მსოფლიო თავისუფლად ამოისუნთქებს და დამყარდება ისეთი წესრიგი თუნდაც აი ამ მშვიდობის საბჭოს მსგავსი ორგანიზაციების მეშვეობით რომ ეს უბრალო ჭეშმარიტებები საძიებელი არ გვექნება და ანუ ხო კიდევ რა მაქვს ჩანიშნული პირველი თავმჯდომარე ამ მშვიდობის საბჭოში აბა გამოიცანით ვინ იქნება რა თქმა უნდა დონალდ ტრამპი და თავისი დამფუძნებლებად მიწვეული ყავს ბელორუსია თქვენ წარმოიდგინეთ და დიმიტრი პესკოვი მადა რუსეთმა ახლა ეს მიწვევა რომ მიიღეს ტაშფანდური კი არა უტეხიათ ეს რა მაგარი რამე შემოგთავაზესო მიმდინარეობს განხილვა ამ წინადადების სკრუპულოზური ანალიზი მიმდინარეობს რა უფლებები ექნება თავმჯდომარეს და საერთოდ ამ ორგანიზაციას ესე იგი განხილვის პროცესში ახლა თუ დააკვირდებით იმ მომენტს რეაქციას ევროკავშირისას და ნატოსი აი ამ იმასთან დაკავშირებით გრენლანდიასთან დაკავშირებით ესე იგი ხმა აქვს გაწყვეტილი ახლა რატო ხმას არ იღებენ და რატომ არ აკეთებენ განცხადებებს ეს კაია კალასი რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გეყოლება უკვე იქ დამთავრებულია ყველაფერი და აქედან უპირისპირდებიან მას ორბანი მელონი და ის სლოვაკეთის პრეზიდენტი ეს ევროკავშირის შიგნით მე მგონი ძალიან საინტერესო წინადადებაა ეს გაერო რის მაქნისია რა გაუკეთებია ეს როცა თავის დროზე შეიქმნა გაერო მაშინ სტალინი იყო და რუზველტი და ჩერჩილი ეს კი ვეშაპები თან კიტები ეგრეთ წოდებული პოლიტიკის და მისი ნარჩენები არის ახლა ეს თანამედროვე გაერო და ინგლისზე უნდა ვთქვა უცებრად ორი სიტყვა რო ვიზახი რომ ესე იგი კომენტარებს ვერ აკეთებ ხმა ჩაწყვეტილი ინგლისმა გააკეთა ვითომ რაღაცა კომენტარი მაგრამ როგორც ყოველთვის ორმაგი დანიშნულების აი რუსული გამოთქმა ინაში მივაშიმ აი ესეთი და ესე არის მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მარტო ის რა დღის რომ ესე იგი ოქტომბრის რევოლუციის დროს ესე იგი ინგლისმა კერენსკის გადასცა
2 მილიონი ფუნტი 2 მილიონი ფუნტი მაშინდელი 2 მილიონი ფუნტი ძალიან დიდი თანხა იყო და აი ამითი მოახდინეს რევოლუცია ბოლშევიკებმა მას მერეც თუ კი რამე პოზიტიური ხდებოდა ეგრეთ წოდებული რკინის ფარდის მიღმა მასე წინააღმდეგებოდა დიდი ბრიტანეთი თავისი არსებობის მანძილზეც იქიდან დაწყებული ივანე მრისხანესგან დაწყებული იმით დამთავრებული რა ქვია რევოლუციით დამთავრებული სულ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს იმის გამო რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანა იყო და ვერაფრით ვერ ათქმევინეს უარი მართლმადიდებლობაზე თუნდაც აი ახლა სიტყვა მოიტანა თუნდაც ის ამბავი რომ დღეს რაც ხდება მართლმადიდებლობა შეიძლება თავისუფლად დავარქვათ დღევანდელ ვითარებას სოფლიო იყოფა ორ ნაწილად მართლმადიდებლურ და არამართლმადიდებლურ ანუ ისლამი რა იყო კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამყაროებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება არ ვიცი ახლა რამდენად ახდება ეს ყველაფერი მაგრამ ფაქტის სახეზეა ვერავითარი ის ვერ გადაარჩენს საქართველოს ბრძნული საგარეო პოლიტიკა თუ არა უფლისნება და განგება ამიტომ ერთადერთი იმედი რაც კი შეიძლება ადამიანს ქონდეს პირადად მე უფლის იმედად ვარ იმის გარდა რაც ვილაპარაკე ნახოთ რა იქნება ძალიან საინტერესო მოვლენების მოწვევი გავხდებით ამ მოკლე ხანში აი ამ უახლოეს ერთ თვეში თვენახევარში აი ნახავთ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ ეს არეშნიკის გაშვება და არეშნიკის დარტყმა შემთხვევით არ იყო ეს გაკეთებული ამას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა და ვინც საჭირო იყო გაიგო ვერ გაიგო მხოლოდ უკრაინამ ხო და აი დამავიწყდა სულ რა მინდოდა მე იმაზე რომ ლაპარაკობენ გერმანიის ელჩი საიდუმლო შეხვედრებს აწარმოებს საქართველოს აი ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთანო ამას რას გვიცხადებთ ქართულ ოცნებას მიუმართავ რას გვიცხადებთ ტელევიზიით თუ იცით რომ მტრულ პროპაგანდას ეწევა და ეს საჯაროთაც გაუკეთებიათ გააძევეთ ქვეყნიდან მაგრამ მაგის გაკეთებას მაპატიეთ და ერთი ადგილის ქონა უნდა რაც კობახიძეს არ გააჩნია
ლაილაის მეტი ახლა ხვალ თუ დღეს არის დღეს უკვე დავოსში რატო არ მიიწვიეს ქართული ოცნების ხელისუფლება თუ ასეთი დემოკრატიული და ასეთი წარმატებულია მაგრამ ეს ყველაფერი არის ფიქცია უნდა გააძევო რაც იქნება რას გვიზამენ ამაზე მეც რა დღეშიც ეხლა ვართ მით უმეტეს რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერის სახში ცხოვრობს ეს გერმანიის ელჩი ერთ-ერთი კი არა რა გვარია ეს მამუკა ჭადის სახელი დაავიწყო კაცო მოკლედ ასე ჩემო ტელემაყურებლებო რაღაც 3 წუთი დარჩა სულ და კიდე ერთხელ მოუწოდებ ამ ხელისუფლებას რომ კარგია ეს ფასადური დემოკრატია თვალს ახარებს მაგრამ სინამდვილეში გააკეთეთ იმ გზების გარდა ხალხთან მისასვლელი გზები პენსიები გაუზარდეთ ხალხს რა ვიცი თქვენ 10,000-ობით ხელფასები გაქვთ და ხალხი კიდე აქ ნაგავში იქექება როგორ არ გწხვენიათ ამ ყველაფრის შემყურეს მოკლედ გამიკვირდა ახლა დღეს რაღაცა მაყურებლებმა ვერ იაქტიურეს თუ არ იყო ჩართული ეს ისა კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს გუშინდელი ნათლისღების თამადობით თუ შეიძლება ასე ითქვას და მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ